მოდი დავიწყებ იმ სიტუაციის ანალიზით, რა სიტუაციაში ახლა ზოგადად ის ადამიანები ვიმყოფებით, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ვაპროტესტებთ, მათ შორის არა მხოლოდ რუსთაველზე დგომით, მათ შორის თუნდაც ადვოკატები, რომლებიც მონაწილეობას ვიღებთ იმ პროცესებში, რომლებიც ახლა სასამართლოში მიდის და სამწუხაროდ ამას არაფერი არ აქვს საერთო სამართლიან სასამართლოსთან და არც ზოგადად სასამართლოსთან, მართლმსაჯულებასთან, მართლად განსჯასთან არაფერი არ აქვს სამწუხაროდ საერთო. ესეც ჩვენი მხრიდან ერთგვარი პროტესტი არის ადვოკატების მხრიდან, პროტესტს უცხადებთ დიახაც ამ ფორმით იმას, რაც ქვეყანაში ხდება, არ ვტოვებთ იმ ადამიანებს მარტო. შეიძლება ახლა ჩვენ ასე შევხედოთ ამ პროცესებს, რომ თითქოს არ ვიცი, რაც უნდათ ისე გააკეთებენ, მე აბსოლუტურად ვეთანხმები შოთას, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით არაფერი შედეგი იმას არ მოაქვს, რასაც ჩვენ სასამართლოში ვაკეთებთ სამწუხაროდ და იქ იმდენი კატასტროფა ხდება, ახლა აქ დეტალებში შეყოლა რომ დავიწყოთ, ალბათ დღეს ვერ გავჩერდებით და დღეს ვერ მოვრჩევით ამაზე საუბარს, მაგრამ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმას, რასაც თუნდაც ადვოკატები ვაკეთებთ, რასაც ჩვენი კოლეგები აკეთებენ და რასაც თითოეული ჩვენგანი ვაკეთებთ, ხო? ჩვენ ვაჩვენებთ ერთმანეთს, რომ ისევ ვდგავართ მყარად. იმიტომ რომ ამ ერთიანობის ჩვენებას, ერთმანეთის გვერდში დგომის ჩვენებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ჩვენ თუ ეს ვერ დავინახეთ, ხვალ, ჩვენ თუ მაგალითად არ ვიცი, მე შემიდგინეს სამართალდარღვევის ოქმი, დამიბარეს ხვალ სასამართლოში, მივედი იქ და სრულიად მარტო ვარ. მე უკვე მეორე დღეს რა თქმა უნდა აღარ გავალ პროცესს, აღარ გავალ გასაპროტესტებლად, ხო? შემეშინდება, ნახავ იმას, რომ ჩემ გვერდით არავინ არ არის. გავედი მაგალითად პარლამენტთან დღეს და დავინახე, რომ ცოტა ადამიანი ხვალ გამიჩნდება იმის შეგრძნება, რომ შეიძლება ხვალ კიდევ უფრო ნაკლები მოვიდეს და კიდევ მეტი საბაბი მიეცეს ქართულ ოცნებას, რომ დამაჯარიმოს. ამიტომ ამ გვერდში დგომას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და სხვათა შორის მე არ ვიცი, საჯარო და მისაუბრე ამაზე თუ არა არ მახსოვს, მაგრამ სხვათა შორის მე მინდა ვთქვა, რომ ადამიანები, რომლებსაც ყველაზე სასტიკი დარბევის ღამების დროს, როდესაც გაუსწორდნენ ამ ადამიანებს და მე ისინი საავადმყოფოებში ვნახე, ეს ადამიანები როგორც კი გამოწერეს, მაშინვე დაბრუნდნენ აქციაზე. მე ერთი შეხედვით თითქოს რა გავაკეთე, ხომ? რა გავაკეთე იქ საავადმყოფოში მსახა სამედიცინო დახმარებას გავუწევდი თუ არ ვიცი, მათზე მოძალადეებს დავაჭერინებდი, ხო? მაშინ როდესაც ფაქტობრივად ამ ქვეყანაში სრული და ტოტალური უსამართლობაა, მაგრამ ეს გვერდში დგომა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, მათ ენახათ, რომ ისინი მარტო არ არიან. თითოეულ ადამიანს ვეტყვი, ვინც რუსთაველზე დგახართ თუ არ დგახართ, რაც უფრო მეტნი ვართ ერთად, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს იმის, რომ წარმატებას მივახციოთ. ნახეთ, დღეს რეალურად სრულიად ობიექტურად რომ ვთქვათ, ხო? ეს ძალიან დიდი წარმატება არის, რომ უკვე 70 დღეზე მეტი არის პროტესტი მიდის და ეს არ ჩერდება. რაღაც დღეებში მეტია ხოლმე, რაღაც დღეებში ნაკლები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ის რომ ჩვენ ეს შევინარჩუნეთ, ამას რა თქმა უნდა კიდევ გაგრძელება სჭირდება. ეს პროტესტი კიდევ დიდხანს შეიძლება მოგვიწევს ჩვენ რომ გავაგრძელოთ და აქ მთელი მომენტი იმაში არის, არ უნდა გავჩერდეთ. ჩვენ თუ გვინდა რომ არ გავჩერდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრნი. იმიტომ რომ თუნდაც იმ ფორმალურად რაღაცა ის კანონები, რაც მიიღო ქართულმა ოცნებამ, იმ კანონების პირობებშიც კი არ მიუცეთ რეჟიმს ჩვენი დაჯარიმების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ადამიანებზე მოქმედებს. 5,000 ლარი არ არის პატარა თანხა, ხო? ჩვენ თითოეული ჩვენგანის იქ დგომით ვამცირებთ იმის შანსს, რომ ვიღაცა 5,000 ლარით არ დააჯარიმონ. ჩვენ თუნდაც როდესაც მივდივართ სასამართლოში და არ ვიცი იქ რაღაცა ჩვენ საპროცესო უფლებების რაღაცა დოზით მაინც რეალიზებას ვითხოვთ, ადვოკატები იქ რაღაცას არ ვიცი, მოსამართლეს არ ვაძლევთ ისე პროცესის წაყვანის საშუალებას, როგორც თვითონ უნდა, იმ 1 საათს ვიგებთ, 9 საათს, 2 საათს თუ რამდენ საათსაც არ უნდა ვიგებდეთ, სხვისთვის განსახილველი სხვის საქმე რომ უნდა განიხილოს, იმ დროს ვართმევთ და ერთით ნაკლები ადამიანის დაჯარიმების შესაძლებლობას ვაძლევთ. რაც უფრო მეტნი ვართ ერთად და რაც უფრო მეტი ვდგავართ ჩვენ ერთმანეთის გვერდით, მით უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ ადამიანები დაზარალდნენ. ამიტომ აქვს ამ ერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა და რა სიტუაციაა ის სასამართლოში მართლაც, მე მინდა ეს სრული სურათი ადამიანებმა იცოდნენ, არ ვიცი, შეიძლება ესე მედიიდან იგებს ვიღაცა ამბავს ან სხვა, მაგრამ ერთ დღეს თუ გინდათ მოდით და მე რასაც ახლა ვიტყვი, თქვენი თვალით ნახავთ და თქვენ თვითონ დაარწმუნდებით. ვნახავთ სასამართლოში რიგი არის პროცესები სამართალდარღვევებზე, შოთაც დამეთანხმება, რიგები არის ვისი? პროფესორების, ხელოვანების, ამ ქვეყნის საუკეთესო შვილების.
იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ქვეყანაში რაღაც უკეთებიათ, ვისაც რაღაცა შეუქმნია ამ ქვეყანაში, იმ ადამიანების რიგები არის. აი ეს ადამიანები, ვინც კი რაღაცა საკეთებენ ამ ქვეყანაში და რაღაც კარგს საკეთებენ, დღეს ყველა სამართალ დამრღვევებად ყავს, კანონ დამრღვევებად, არ ვიცი, რაღაცა დამნაშავებად თუ ასე შემდეგ გამოცხადებული ივანიშვილს და მის დაქვემდებარებაში მყოფ, ამ რაღაც პარლამენტს, მთავრობას თუ ასე შემდეგ, ეგრეთ წოდებულს, რა თქმა უნდა. აი ეს ამ ადამიანების რიგი არის. ანუ როცა ვსაუბრობთ რეპრესიებზე, როცა ვადარებთ ხოლმე საბჭოთა რეპრესიებს თუ ასე შემდეგ, რა ხდებოდა მეტი არაფერი თუ არა ის რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი იყო ერთი ადამიანის კონტროლ ქვეშ და ანუ უბრალოდ ნოტარიუსად იჯდა იქ, ხო? ანუ ეს ტროიკები რაც იყო თავის დროზე. დღესაც ვხედავთ ჩვენ სამწუხაროდ იმას, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გამოკლების გარეშე, ყოველგვარი მინიმალური საპროცესო უფლებების რეალიზების გარეშე ადამიანებს პატიმრობაში უშვებენ და სოლიდური თანხით აჯარიმებენ, რომელიც გადახდის შესაძლებლობაც არ ვიცი მე ამ ქვეყანაში მე ნაკლებად მეგულება ადამიანებს, ვისაც 5,000 ლარის ასე უბრალოდ გადახდა შეეძლოს, ხო? აი ასე აჯარიმებენ და რა განსხვავება აქაც ურტყავენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ქვეყანაში რეალურად რაღაცას ქმნის, ინტელექტუალურ რესურსს ქმნის, არ ვიცი, ეკონომიკურ დოვლას ქმნის, ამ ადამიანებს ურტყავენ. პირველ რიგში აი ამ ადამიანებს ხედავთ და ეს კანონებიც რაც ასე ვთქვათ კანონმდებლობაში რაც ცვლილებები შეიტანეს, ესეც სწორედ იყო გამკაცრება ემსახურება იმას, რომ ახლა 60 დღემდე კი აწიეს, მაგრამ იმის რესურსი, ანუ მთლად ყველას ესე ადმინისტრაციული ვერ დაგვიჭერენ, აქაც რაოდენობა შეზღუდული არის, მაგრამ ჯარიმები საკმაოდ დიდი არის, რამდენსაც უნდათ იმდენს დააჯარიმებენ, ხო? ამიტომ ერთადერთი რითაც ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი აღკვეთოთ, მე მოვუწოდებ ადამიანებს, ვისაც ეს პროტესტი აქვს, ხო? მოვუწოდებ რომ რაც უფრო მეტნი ვართ გარეთ, მით უფრო ნაკლები არის იმის შანსი რომ რეჟიმმა მოახერხოს ჩვენ მიმართ ანგარიშწორება.